ხალბატონბელა მოგეუციმა ეს არის სოფლიო ფუტკრის დაცვის დღე. და ძირითადად სამწყე ჯავახეთში მივგავაკეთეთ, რომ ბორჩომში, სოფელ საკერეში აღმოჩნდა უძველესი თაფლი. და აი ამასთან დაკავშირებით, ამ იმას რომ მიექცეს ყურადღება, არამედ საქართველოს, არა მარტო ხორბლის, გვინის, არამედ ფუტკრის სამშობლოდ შეიძლება ჩაითვალოს. და ჩვენი თაფლი უფრო უძველესი არის, ვიდრე ტუტანხამონში აღმოჩენილი სამარხში აღმოჩენილი თაფლი, ასე რომ ვთქვათ. სადღაც 3500 წელით უფრო მეტი არის, თუ უფრო მეტი არის. ზოგადად ჩვენი ის იყო რომ ქართულ ტრადიციულ მეფუტკრებას დაერთვა ყურადღება და ასევე ისტორიულ წყაროებს, ანუ სოფელ საკერეს მნიშვნელობიდან გამომდინარე, არა მარტო სოფელ საკერე, არამედ სხვა რეგიონებშიც აღმოჩენილი არის მსგავსი არტეფაქტები, ასე რომ ვთქვათ და ამაზე მიტის კვლევები და ისინი და იქაც ამბობენ, რომ შეიძლება ეს თაფლები უფრო ძველი იყოს, ასე რომ ვთქვათ. ანუ ამას აკეთებენ ყვავილის ანალიზზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება კლიმატურ ცვლილებებს, ჩვენ ასევე ერთი წარმოდგენილი იყო ისე იგი თაფლოვანი მცენარეებიც. ანუ კლიმატის ცვლილებაზე მე მეფუტკრებს ყველას დაურიგდა, ვისაც მოსურნე იყო ამ მცენარეების თესლები, ეს უფასოდ ყველაფერი და რო გავრცელდა, რაც შეიძლება ამ კლიმატზე, ასე ვთქვათ, ამ კლიმატის ცვლილებებზე რომ რაღაცა ნაკლები ის რომ მივიღოთ, ასე რომ ვთქვათ. დარტყმა მიიღოს დარტყმა მიიღოს აი საკვები ბაზით შეეცადეთ მოკლედ ამ დროს, ხო? გასაგებია.